მიმდინარე კვირას ქართული ოცნების მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თანამდებობა დატოვა ის მარიამ ფრიუიშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უკვე ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი ეკონომიკის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოზიციას დაიკავებს. ასევე საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსად გურამ დუმბაძე დაინიშნა. მანამდე დუმბაძე მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა, რომლის ბაზაზეც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აპრილის დასაწყისში ამ თანამდებობაზე დანიშნული ირაკლი ბერაია 16 ივნისს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გადაიყვანეს. მიმდინარე კვირას დააკავეს ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის ბადრ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია. მათ 7-8 თვიანი პატიმრობები მიესაჯათ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. ჯაფარიძეს და ხაზარაძეს ამ საქმეზე 50-50 ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან განსხვავებით გადაიხადეს. მსგავს საქმეზე 7 თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ზურაბ ჯაფარიძეს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, რომელიც უკვე დაპატიმრებული იყო, რადგან არ გადაიხადა გირაო. კვირის განმავლობაში დააკავეს პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძეც, რომელსაც ასევე 7 თვიანი პატიმრობა შეეფარდა და 2 წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება. მანამდე დაკავებული იყო ნიკა მელია. მას 8 თვიანი პატიმრობის გარდა 2 წლის განმავლობაში შეეზღუდა პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, ასევე 25,000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელის გამო. ცნობისთვის 2019 წლის განაჩენით მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. კვირის ბოლოს სასამართლო განაჩენის მოსმენის შემდეგ საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში კიდევ ერთი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძეს ასევე 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საპარლამენტო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. საქართველოში მოქმედი ბიზნესმენების ნაწილმა ღიად გააპროტესტეს წარსულში ბიზნესმენების და მოქმედი პოლიტიკოსების დაკავებები და მიანიშნეს, რომ სასამართლოს შეეძლო გაცილებით ადეკვატური და სხვა ტიპის სანქცია შეეფარდა ხაზარაძე ჯაფარიძესთვის. ენერგეტიკული ბირჟის სრული გახსნა კიდევ ერთხელ 2 წლით გადავადდა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება 26 ივნისს ამოქმედდა. საქმე ის გახლავთ, რომ ენერგეტიკულ ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა და შემდგომ უკვე პლატფორმაზე ვაჭრობა სრულყოფილად დაწყებულიყო. თუმცა საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად გადავადება 2027 წლის 1 ივლისამდე მოხდა. შესაბამისად, მომდევნო 2 წელი ბაზარი კვლავ გარდამავალი მოდელით იმუშავებს. დარწმუნებული ვარ, ენერგეტიკის ბირჟის სრულად ამოქმედების გადავადების გულხურვალე მომხრეები სიხარულით დაგვიდასტურებენ, რომ საქართველოში მოსახლეობა მზარდია. აღნიშნული მონაცემებით 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3,914,000 კაცი შეადგინა, საიდანაც 2,078,000 ქალია, ხოლო 1,836,000 მამაკაცი. 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგად კი მოსახლეობის რაოდენობა 3,713,804 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200,000-აა გაზრდილი. ცნობისთვის, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არ მქონე პირები, რომლებიც საქართველოში დარჩენას გეგმავდნენ 12 თვეზე მეტხანს. თუმცა მოსახლეობის რიცხვში შევიდნენ ის უცხოელები, რომლებიც საქართველოში აღწერის დროს იმყოფებოდნენ 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ცნობისთვის, აღწერის დეტალური საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში. მაგ დროისთვის სტატისტიკურად ველით, რომ შეიძლება თამარ მეფის ან დავით აღმაშენებლის ხანის მოსახლეობასაც გავუტყუდეთ. მზარდი სტატისტიკა არა მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობაში გამოიხატება. ნუ ვიქნებით უმადურები. აგერ მაისში
სოციალური შემწეობა 705,090 ადამიანმა მიიღო. აქედან 239,580 საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა. აპრილთან შედარებით შემწეობის მიღებთა რიცხვი 3,274-ით არის გაზრდილი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მათ დახმარებაზე მაისში ბიუჯეტიდან 71 მილიონ ლარზე მეტი გადაირიცხა. მთავრობის გადაწყვეტილებით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფო კომპეტენცია იქნება. ამასთან ერთად გაძლიერდება კონტროლი, როგორც რეცეპტების გამოწერის, ასევე მედიკამენტების გაცემის პროცესზე. დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისთვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიგზავნება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. ხოლო სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე, აცხადებს ირაკლი კობახიძე. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით დაუჭირა მხარი შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებებს. საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებებით წესრიგდება შრომითი იმიგრანტების ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომით სამეწარმეო საქმიანობასთან შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მათ მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი სამეწარმეო საქმიანობის პირობებთან დაკავშირებული საკითხები. ამასთანავე კანონით რეგულირდება ისეთი საკითხები, როგორიც არის შრომითი იმიგრანტებისთვის შრომითი საქმიანობის უფლებების გაცემა, უფლების გაცემაზე ვარის თქმის საფუძვლები, შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტა შრომითი იმიგრანტის მიერ, შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე, შრომითი საქმიანობის განხორციელება, შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენობა. მაისში ეროვნულმა ბანკმა ბიმაჩ პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 245 მილიონ 400,000 დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა მაისის მდგომარეობით 4 მილიარდ 600 მილიონ დოლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ რეზერვების ეს მოცულობა თითქმის იმდენივეა, რაც 1 წლის წინ იყო. სხვაობა რაღაც 14 მილიონი დოლარია. არ მიაქციოთ ამ მინუს ყურადღება. ამას ზოგიერთი მარდი ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკი ნახევარ წელიწადშიც აგროვებდა. მადლობა ქართულ ოცნებას. ამ კვირის გამორჩეული ბიზნეს გარიგება მაინც წარსულიდან ერთ-ერთი უმთავრესის დახურვა. Georgia Capital, Georgia Global Utility-დან სრულად გადის. საინვესტიციო ჰოლდინგის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში დადებული გარიგების პირობების შესაბამისად, ესპანური ჰოლდინგი Aqualia გამოიწყიდის GGU-ს დარჩენილ 20%-იან წილს, რისთვისაც GCAP-ს 70 მილიონ 400,000 დოლარს გადაუხდის. Georgia Capital ელის, რომ ტრანზაქციის დასრულება და თანხის მიღება 2025 წლის ივლისის ბოლომდე მოხდება. ამრიგად, ესპანურ ჰოლდინგ Aqualias საქართველოში აქტივების შესყიდვა ჯამში 250 მილიონ 400,000 დოლარი დაუჯდა. შედეგად, Aqualia გახდა თბილისის, მცხეთის და რუსთავის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია GVP-ს, ასევე საქართველოში რამდენიმე ჰესის 100%-იანი წილის მფლობელი.